საგომოთ რო თქვათ იმდენი არაფერი, მაგრამ მომატებული ნახდათ არის ეთყობა. ხალხი აი დღეს შეეთყო რაღაცა ცოტა მოძრაობა და ისე ნაკლებად იყო. 12 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. წინა სადღესასწაულო სამზადისი ქვეყანაში უკვე დაწყებულია, რასაც ბაზრებსა და მარკეტებში მომხმარებლის ზრდა მეტყველებს. წელს ეგრეთ წოდებული სოფლის კვერცხის ფასი 70 თეთრიდან იწყება და ლარი ძღირს, რაც შეეხება სხვა კვერცხს, მისი ფასი 50 თეთრია. პასკის ფასი 5 ლარიდან იწყება და 15 და 20 ლარი ძღირს. სუპერმარკეტებში უფრო მაღალ ფასიან პასკებსაც შეხვდებით. ენდრო 1 კონა 2 ლარიდან იწყება და 3 ლარამდე ადის. ხორცის ფასი 17 ლარიდან იწყება და 27 ლარამდე მერყეობს. განსაკუთრებით მომატებულია ხილის და ბოსტნეულის ფასი. გამოკითხული მოქალაქეები ამბობენ, რომ გასულ წლებთან შედარებით მათი სააღდგომო სადღესასწაულო სუფრა შედარებით მოკრძალებული იქნება. აი დიდრუნი 1000 ლარი გიდა და თუ ის ეკონომივით 200-300 ლარი. 200-ში რამ ისა? უბრალოები გაყინული. დადიანაკე ვისაც არ ხაკეთებს და ვისაც არ აქვს. ვისაც შემამტანი ყავდა, ვინც ამუშაობდა და მარტო ხილას რა აქვს იმდენი აბა. რა უნდა გქონდეს? რაღაც დახმარების იმედი გქონდა 2 ბოთლზეც მოგვიტანენ მეთქი კვერცხსა და ისიც არ მოგვიტანეს დაენანათ. 50 მაინც მქონდა და წამოვედი და ერთი რა ვიყიდე 30 ლარი დავხარჯე რომ მე კიდე მქონდეს მეთქი 2 კაპიკი რა ჯდება. ცეცხლს უკიდებენ რა სახის და რა ხის ყველაფერს ცეცხლს უკიდებენ. ეს მერია და სოციალურ დაუცველი ვარ მარტო ხელაი. დახმარებას მაძლევენ ხოლმე საახალწლოდ მომიტანეს და ეხლა ქონდა იმედი კვერცხსა და რაღაცას მოგვიტანენ მეთქი და 4 ადამიანზე მოვიდა. შეიძლება 200-იც გეყოს, შეიძლება 1000 არ გეყოს, რა ვიცი. ფასები როგორია? ხელმისაწვდომია? ვისთვის როგორ არის? დიდრებისთვის ხელმისაწვდომია, ღარიბებისთვის არა. ჩვენ სოფლიდან ვარ და ჩვენი საკუთარი გვაქვს. კვერცხი, წყველიც და ცოტა რაღაცები შევიძინეთ აქაც. პასკა რა არის უფრო? პასკაში 4 მივეცი, 4 ნახევარიც აღის, 5-იც აღის. გააჩნია როგორც ვიყიდ, როგორცაც ავწდებით ისეც ავყიდ. ძირიანი არ არის საშუალო ახლა აი აუცილებლად საშუალო ოჯახი რო 4-5 სულიანი 200-300 ლარი მაინც. გაძვირებულია რა თქმა უნდა ძვირია. მოსაადრე ძველ დროს 50 და 100 ლარი ყოფნა. ახლა უკვე მომატებულია ეს ყველაფერი. შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წელს 12 აპრილს აღნიშნავს. მიცვალებულთა მოხსენიების დღეს კი 13 აპრილს.